უარყოფითი ენერგია სინამდვილეში რაღაცას გვეუბნება. ანუ ჩვენივე ემოცია გვეუბნება, რომ რაღაც არის შესაძლებელი, რაღაც არის დასასრულებელი, რაღაც წარსული არის დასახური, აი ესე ფსიქოლოგიურად დასახური, ხო? ჩვენ და გავაცნობიეროთ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, ზოგჯერ გავდივართ წინა ცხოვრებებში, ზოგჯერ ჩვეულებრივად ბავშვობაში. რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ამის ტრანსფორმაციის პერიოდში, როცა ჩვენ და ვიცხოვროთ ეს ნეგატიური ემოცია და ვიცხოვროთ რას ნიშნავს, ჩვენ დავინახოთ, რომ აქ ჩვენ განვიცადეთ შევხვდეთ ამ ემოციებს და ის აუცილებლად გარდაიქმნება მერე. აი, უამრავ პრაქტიკას ხედავ ხშირად ჩემ თავთანაც, ხვებთანაც, თერაპიულად, როცა რაღაც ძალიან დიდი საშინელი რაღაც ენერგია ნახეს საკუთარ ორგანიზმში, ну, წარმოსახვით ენერგეტიკაში და როგორც კი ეს კონტაქტი, პოზიტიური კონტაქტი, სიყვარულის კონტაქტი ამ ნეგატიურ ემოციასთან, რომ ეს ჩემი ცხოვრება არის, ჩემი ტრავმა არის და არა რაღაცა ისეთ საშინელება, აი მე ნელა გაგებაც ხდება უარყოფითი ენერგიის მიღება ხდება და მიღება ხდება იმ ტრავმის, რომელმაც ეს ტრავმა გამოიწვია თვითონ აი ამ რაღაც გარკვეულმა სიტუაციებმა, რომელიც ჩვენ გვინდა დავბლოკოთ, დავივიწყოთ ან არ გავაცნობიეროთ და ეს გგონია რაღაც აგრესია და ნეგატივი. სანამ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ გვექნება სულ შინაგანი აგრესია. არის ბევრი სახე აგრესიის სხვადასხვა კუთხით და საჭირო არის ყველასთან გასვლა. ეს იმას არნიშნავს, რომ აგრესიას ბოლომდე მოვსპობთ, ხო, ჩვენში პირიქით. აი ახლა კიდე მეორე მნიშვნელოვანი მინდა გითხრათ, რამეზეც მე მქონია ნეგატიური, აგრესიული ემოციები, აი, როცა დაგვიწყია, თქვათ, ტრანსული თერაპია, ან ფსიქოლოგიური თერაპია, ან თქვათ, ჰიპნოზური თერაპია, მივხვდარმა, რომ აი ეს ნეგატივი მე როგორ მჭირდება, როგორ მაწყობს და რამხელა სიკეთეა ჩემთვის. იმიტომ რომ ეს ნეგატივი მეუბნება, რომ ეს ახლა ცოტა სხვა ნეგატივზე გეუბნებით. სადღაც ვარღვევთ ჩემს საზღვრებს, სადღაც არ ვიცავ ჩემს საზღვრებს, სადღაც მე მჭირდება გაბრაზება ძალიან, რომ რაღაც შევცვალო. შეიძლება ზუსტად აგრესია მაკლდა და ამიტომ დაგროვდა ის პრობლემები და ეხლა შინაგანი მეუბნება უკვე რომ საკმარისი არის ამ ყველაფრის გატარება, ჯობია გაბრაზდე. ანუ აქ უკვე მეორე კუთხით შემოვდივართ, რომ ძალიან დიდი სიკეთე არის მეორე მხრივ, როცა ჩვენ რაღაცაზე ვართ ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებული. ესე იგი, გვეუბნება ქვეცნობიერი, რომ საკმარისი არის უკვე. ჩვენ თლიანად მოდელები უნდა შევცვალოთ და როდის ხდება ამის გაცნობიერება, როცა ჩვენ ამ ნეგატივთან შევდივართ უკვე, აი, როგორც დამეგობრებული ენერგია, რომ აი მე მინდა მოგისმინო, მე მინდა